მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ავიღე ესეთი საინტერესო თემა. მე ვფიქრობ საინტერესო არის. რას გასწავლენ ეს ურთიერთობა, რას გასწავლეს ეს ურთიერთობა. ანუ ორივე პარტნიორზე იქნება საუბარი. ეს ძალიან ხშირი კითხვა, როცა კონსულტაციებს ვატარებ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ ახლა სულ მაგას ლაპარაკობთ, რომ პარტნიორი არ არის შემთხვევითი ჩვენ ცხოვრებაში, ხო, პარტნიორი მოდის იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს რაღაც ამოცანებში და რა თქმა უნდა, ჩვენს ახლა დავისთავად პარტნიორისთვის ვართ საჭირო ადამიანი და ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არავითარ შემთხვევაში არ არის, ხო? Ну, დღეს გავარჩიეთ ეს სიტუაცია, მე ძალიან მომწონს, რომ თქვენ ესეთი ფორმატი მოგწონთ, მიიღეთ, ძალიან აი საინტერესო კომენტარებს წერთ, დიდი მადლობა, რომ აი დიდი ხანია ვუყურებ და ადამიანი ვითარდება. აი ეს ძალიან მომწონს, რომ შეიძლება რა თქმა უნდა, როცა პირად კონსულტაციაზე მოდიან, ჩვენ ახლა უფრო და უფრო ღრმად შევდივართ სიტუაციაში და ვარჩევთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი სასიამოვნოა ჩემთვის, რომ თქვენ თუნდაც როცა უყურებთ ჩემს ვიდეოს, მაინც იღებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გეხმარებათ და ამიტომ ესეთი ფორმატი მაქვს არჩეული. იცით თქვენ, ვინც ახლა პირველად არის ამ არხზე, არიციან შეიძლება რომ აქ ჩვენ გვაქვს ესეთი ფორმატი, რომ საერთოდ ჩემთვის არის ტარო, როგორც ერთ-ერთი ფსიქოლოგიის უპირველესი, ასე ვეთქვი, უპირველესი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო, რომელიც უფრო მალე გვეუბნება, რა ხდება, როგორ ხდება და მე ვიყენებ ტაროს იმისთვის, რომ გავარჩიო სიტუაციები უფრო მალე. და ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტი და მასე ვასწავლე მე ჩემს მოსწავლეებსაც და მიხარია, რომ ნამდვილად იღებენ ამ ალღოს და მუშაობენ ზუსტად ისე, როგორც მუშაობ მე, რაც მე ძალიან მახარებს, ვიცი რომ უკვე ზოგი თქვენგანი იყავით კონსულტაციაზე ჩემ გოგოებთან და დარჩით კმაყოფილები. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ამოცანა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი, ვისაც აინტერესებს ტარო, ნამდვილად გქონდეთ მიდგომა, არა ისე რომ მოდი ვიმკითხავთ, მოდით ჯადოები ვნახოთ, მოდით ახლა ვინ რას გაუკეთა, ვინ რა შავი რაღაცების გავლენის ქვეშ. ну ეს კარგეთ, ეს მართლა ძალიან, არ გეწყინოთ, მაგრამ ცოტა ჩემთვის არის ძალიან დაბალი ვიბრაციები, აი ძალიან დაბალი და ჩვენ მაღალ ვიბრაციებზე მუშაობ და ამიტომ ჩემო ლამაზებო, ვისთვისაც არის მისაღები ასეთი მიდგომა და როსადმე მიხარია რომ ჩვენთან ხართ რა და გავაგრძელოთ. კითხვები როგორც ყოველთვის მოვამზადე, ეხლა მინდა ვნახოთ ჩვენ ანუ ეხლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, ორივე როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში, ეხლა რა უკვე ისწავლეთ, რა უკვე გაიარეთ, იმიტომ რომ ალბათ როგორ არის იცით, ეხლა მინდა რა გითხრათ, ეხლა ალბათ ესეთი კითხვები მაქვს მომზადებული ალბათ კი არა ურთიერთობისთვის, რომელიც უკვე გრძელდება, ხანძლივია. ეხლა ნახეთ, ვინც შედის ახალ ურთიერთობაში, მე მინდა რომ თქვენ გითხრათ აი ეს უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე. ორ სიტყვას გეტყვით მაგაზე, ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ მაინც გავიმეორებ კიდე. გამეორება ცოდნის დედა და ამიტომ მინდა რომ თქვენ კიდე იცოდეთ. ურთიერთობა პრინციპში არის ურთიერთობა სხვადასხვანაირი, ხო? არის თქვათ ახლა მონათესავე სულები, კარმული მიწიერი ურთიერთობა, რომელიც ჩვენ კარმას გავდევართ უკვე დედამიწაზე, ხო? მატერიალურ სივრცეში არის ურთიერთობა, რომელიც არის ტყუპების ალები, რომელიც არის უფრო სულების დონეზე ხდება და ასე შემდეგ. და ხშირ შემთხვევაში ყველა ურთიერთობა ნახეთ აი ერთი სხვაობით არის, აი თქვათ მონათესავე სულებს აქვს სხვა ცოტა ვარიანტები, ეგენი ეს არის წყვილები, რომელიც შეიძლება თქვათ აი იწყება მაგათი ურთიერთობა უფრო მეგობრული, ეს ურთიერთობა, რომელიც ეგრევე არ ხდება მაგათ
კი მოწონება და მერე გადის რაღაცა პერიოდი, даже შეიძლება რამდენიმე წელი ან წლები და მერე უფრო ეს ადამიანები კარგად რო შეიცნობენ ერთმანეთს, შედიან უკვე ისეთ ურთიერთობაში, სადაც ნუ იმდენი ტკივილი რაც კარმულში, ნუ არ არის მანდ რა. ის ურთიერთობები, რომელიც ხდება აი დაუშვით გავიცანი ადამიანი, ეგრევე სექსუალური ინტერესი გამიჩნდა, ეგრევე მალევე ყველაფერი მოხდა და მაგ საშინელი ძლიერი ვნება აი ეს და ფიქრობ რომ ვაიმე ასეთი ადამიანი ერთენაზე ვლაპარაკობთ, ამდენი ხანი ასეთ ადამიანს ვეძებთ, ასე როგორ ვუგებთ, 24 საათი 7-ზე სულ მიმოწერები და მე არის აი ეს ესეთი სურვილი რომ სასწრაფოდ მოხდეს ეს რაც უნდა მოხდეს და მიმის მერე შეიძლება ადამიანი ან მოენელებს თქვათ რაღაცა, ნუ ჯერ კიდე შეიძლება იყოს კიდე ეს მომენტები თქვათ მიმოწერეს და ხშირი ურთიერთობის რა, აი უფრო ასე თქვათ, ნუ უფრო ძალიან არის სანამდე მოხდება დაუშვათ ეს სიახლოვე რა. ნუ მიხვდებით რასაც ვლაპარაკობ და YouTube-ზე ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ამიტომ მე ახლა თქვენ მიგახვედრეთ რა. ხო და ამიტომ არიან ხოლმე აი всё ვიპოვე ჩემი და მე უცბად შეიძლება ეს ადამიანი ან გაქრება, ან რაღაცა შეიცვლება, ან უკვე იმდენად ხშირად არ გწერს და აქ მაგას ბევრი მიზეზები აქვს, მე უბრალოდ თქვენ ასე ზოგადად რა, ანუ გეუბნებით და აი ჩვენ ვერ ხვდებით რა ხდება. მე შეიძლება ეს ადამიანი ან პირიქით უკვე даже ორ თვეში ზოგი იწყებს ცხოვრებას ერთად ან მჭიდრო ურთიერთობაში შედიან, რომ უკვე არ შემიძლია ამის გარეშე, всё მაგასთან უნდა ვიყოს, სულ იჯაჭვულობა ხდება. აი ეს არის სადღაც 2-3 თვე მაქსიმუმ და იწყება მერე არ დაგიწყებას ვიზახე მე მაგას რა, როცა უკვე ეს ასე წოდებული გაკვეთილები, ხო? ეგრევე თქვენ ახლა ნუ გეტყვით იმასაც რომ კი ბატონო შეიძლება ეგეთი ურთიერთობა გადაიზარდოს მონათესავე სულების ურთიერთობაში, იმიტომ რომ გააჩნია ახლა რა გაქვთ თქვათ ახლა ნუ ასე წოდებული ხელშეკრულება სულების შორის, ხო? მაგრამ არის, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება, ეგ როგორ გინდათ როგორც ფსიქოლოგიურ ენაზე, გინდა ეზოტერიკულ ენაზე, თუ ორივეს ეს ურთიერთობა ორივესთვის ძვირფასია, თუ ორივე ვითარდებიან ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ედება ქალზე, იმიტომ რომ კაცი ვითარდება სულიერად ქალის მეშვეობით რა, ასე ვთქვათ რა. ქალი ყოველთვის ვითარდება უფრო და მერე ჩეს ქალით იღებს კაციც რა. ნუ ეს ასე მუშაობს და ხო და თუ დაუშვათ მიდის ეს პროცესი ისე რომ თქვა ორივესთვის არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა და ადამიანი ნამდვილად, ნუ ადამიანები გადადიან უკვე მონათესავე სულების ურთიერთობაში. ნუ ეს უბრალოდ ესე მიმოხილვა გავაკეთეთ, რომ იცოდეთ რომ რა როგორ რანაირად რო ხა, ნუ ვინც ჩემთან უკვე დიდი ხანი თვითონ იციან უკვე ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ახალი ვინმე შემოვიდა, არ იცის ეს რა არის ეს კარმოლები და რატომ რა უნდა მასწავლოს ურთიერთობა, შეიძლება აზე არ არიან და რატო უნდა მასწავლოს რამე, შეიძლება ისე ფიქრობენ რა. ხო, ვინც ახლა უკვე ერთად ვარ ჩვენ კლუბშიც არიან ჩემთან, ჩემ პრაქტიკებს გადიან, თქვენ უკვე ყველაფერი იცით, უბრალოდ გავიმეორეთ ცოტათი და ამიტომ დავიწყოთ. ვნახოთ ახლა ჩვენ კონკრეტული ეს მაგალითი. ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენს წყვილში, რა ვიცი, რაც დასტები წამოვიდნენ დღეს ალაპარაკოთ, გითხავთ ჩვენ ყველაფერს. და აბა ვნახოთ. ხო, მოკლე ვიდეოები ვისაც უყვართ, მე ვაკეთებ ვიდეოს TikTok-ზე, რუსულადაც და ქართულადაც. შეგიძლიათ იქ ნახოთ. ლინკები არის ვიდეოს ქვეშ და მოდით და იქ უფრო მოკლე ვიდეოებს ვაკეთებ. აქ არ გამომდის, რა ვქნა. კარგით. ნახოთ, ეხლა რა ხდება თქვენს შორის. აი, ვიცით რომ ეს როგორც სიგნიფიკაცია, ასე გავაკეთოთ. რომ უცბად გავიგოთ, რა ხდება თქვენს შორის. Так, ძალიან მაგარია. ეს
აბა ეს გოს და ბიჭის. ნუ მისმენთ, ნახეთ რა საინტერესო რამეა. ესე იგი, აქ ხდება ეხლა რა? საერთოდ მე ძალიან მიყვარს, ხა ნუ ვინც იცის ტარო, 10-იანი ხმალების. და რატომ მიყვარს? იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანი ეს არის ნუ ჯერ გადასასვლელი პერიოდი უკვე, რომ всё აქ როცა აი შავი ბნელი ღამის მერე, როცა უკვე გამოდის მზე რო იტყვიან რა და იცვლება სიტუაცია, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. ამ ურთიერთობაში პრინციპში ბევრი რამ არის უკვე დაგროვილი. ცოტა არ იყოს სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ რა ხდება? ეხლა ვეკეთოთ. აქ უფრო მოდის როგორი ინფორმაცია იცით? რაღაცა ყველა ვარიანტში რაღაცა უკვე ცვლილება უნდა იყოს, ჩვენ ახლა უკვე გავარჩევთ კითხვებს, ხო ვნახავ, მაგრამ შემიძლია გითხრათ ეს, რომ აქ არის გრძნობა. აი ამ ურთიერთობაში არის გრძნობა, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო არის. რა თქმა უნდა, ალბათ, რა თქმა უნდა, იქნება აქ მისაღები სიტყვა, რომ ორივეს აქ ეს გრძნობა თავისებურია, მოდით ასე ვთქვათ რა. კიდე აი აქცენტი რატომ ხაც მოდის აი უფრო ისეთი ინფორმაცია, რომ ქალი არის აქ ძლიერი, ну პრინციპში ეს არ არის გასაკვირი. ქალი არის ძალიან ძლიერი, ერთი წამი. ხო. და აქ არის და ქალი უფრო მართავს სიტუაციას. ეხლა ცოტა სიტუაცია დაიძაბა. მე ვკითხე ახლა რომ ბიჭი არის, ну, მხარი ბიჭის წამოვიდა ისეთი, რომ ფინანსები. ну, ჩვენს სიტუაციაში რაღაც ძალიან ჭარბობს ეს ფინანსური თემა, იმიტომ რომ ეს ბიჭი არის როგორ, აი რაც ეხება სიყვარულს, ეს გრძნობა აქ და სხვათა შორის, ნახეთ, ზუსტად ეს რაც გითხარით. თავიდან ხო ვთქვი, რომ ამ ურთიერთობას არ აქვს 1 და 2 დღე. ну, შეიძლება თუ თქვენ დაუშვათ ახლა დარჩით და უყუროთ, ნახეთ როგორ შეიძლება განვითარდეს. იმიტომ რომ ტყუილა ახლა არავინ არ შემოდის ვიდეოზე, შეიძლება ეს თქვენ გაჩვენებენ როგორ განვითარდება დაუშვათ თქვენი სიტუაცია, ხო ხდებით? ამიტომ თუ გაინტერესებს, შეგიძლიათ მოусმინოთ და რამე რჩევა შეიძლება მიიღოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ მერე. ეხლა ნახეთ, აი ეს ურთიერთობა ძალიან ძლიერი, ძალიან დიდი ხანი არის. ну, ძალიან ხა დიდი ხანი შეიძლება, ну, საჯარო გაშლა და ეს დიდი ხანი 1 წელიც და 9 წელიც ეს უკვე მანძილი, ну, არის რაღაცა გზა, მაგრამ უფრო წელიწადი და მეტი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ბიჭი, ну, შევიკითხე მე ახლა აქ და მაინტერესა ერთი პოზიცია და მითხრეს, რომ აქ ბიჭი ძალიან დიდი ხანი ფიქრობს რაზე, იცით, ეს ფინანსური სიტუაცია აწუხებს ამას კაი ხანი. თუნდაც, მოდით ასე ვთქვათ, კი, შეიძლება იმას თქვენს პარტნიორს სამსახურიც აქვს, შემოსავალიც აქვს, მაგრამ არ აკმაყოფილებს, მოდით ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ვერ აკეთებს იმას, რაც მას უნდა რომ გააკეთოს, რომ ამ ურთიერთობის უბრალოდ მაგრამ ნახეთ, ეს გრძნობა, რომელიც მასში არის, ამოძრავებს აი ამ სიტუაციას. გაიგეთ რა ხდება. და აქ მართლა უკვე მაჩვენებენ, რომ ეს ადამიანები მიდიან მართლა ბევრ გაკვეთილებს გადიან და უკვე გადასვლა არის აქ, ну, კიდე რაღაცა ეტაპზე. ну, ეხლა ეს უკვე ცალკე შევეკითხები, არ დავიწყებ, მაგრამ გოგო მართავს, აქ ძალიან გოგო მართავს ამ ურთიერთობას რა, იმიტომ რომ ძლიერი პიროვნება არის რა. და კიდე არის როგორი სიტუაცია, იცით, მოლოდინი აქ ამ ბიჭს, რომ მართლა ეს სიტუაცია გამოსწორდება. აქ უფრო რაღაცა ფინანსური თემა ჭარბობს. კარგით, всё, მოდით დრო არ დავკარგოთ, ეს სიგნიფიკაცია აი აქ მქონდეს, მე მაინც მე მიყვარს, რომ სიგნიფიკაცია რჩება, იმიტომ რომ მე იქ კიდე რაღაცები უფრო გაჩვენებს რა ეს სიგნიფიკაცია რაღაცებს. всё. ეს იყოს დასთა აქ. так, ეხლა კითხვები დავუსვათ ჩვენ.
კითხვები დავუსვათ ჩვენ, ესე იგი. ბევრი კითხვები და მოამზადეთ ყავა. მე მგონი გრძელი ვიდეო გამოგვივა დღეს ჩვენ. პრინციპში როგორც ყოველთვის, ხო? Так, მოდით ვნახოთ, ანუ არა, ეს იყო საკა. მე მათმა ავიღებ გრძნობებს მაინც, მე მინდა ავიღო მანარა. მანარა არის ჩვენი ყველაფერი, ხო? სხვათა შორის თქვენ თუ დაუშვათ მხოლოდ ხართ ფსიქოლოგი დაუშვათ, ხო? და ვაფშე, არც ტაროლოგი არაფერი, მაგრამ ფსიქოლოგი ხარ და საერთოდ ძალიან მაგარია მანარა რო გქონდეთ, იმიტომ რომ ეს არის რო იცოდეთ მანარა, იმიტომ რომ ის და მაგრად დაგეხმარება და სხვათა შორის ბევრი ფსიქოლოგები იყენებს, რომ ეგრევე მეტაფორულ კარტებს ხო იყენებენ, მაგრამ მანარა ურთიერთობაზე და ცნობიერზე ისევე, ესე იგი, ეგრევე გაგიხსნით თქვენ ადამიანზე, ანუ მის ქვეცნობიერს და ყველაფერს რა, ძალიან ისეთი ინსტრუმენტია, ისეთი წიგნი, რომელიც მაგრად დაგეხმარებათ მუშაობაში. ვნახოთ ეხლა როგორ გრძნობთ ამ ურთიერთობაში თქვენ გოგო, პირველ რიგში გოგო, როგორ გრძნობს თავს, როგორ გრძნობს ამ ურთიერთობაში ბიჭი თავს. მე საერთოდ ვცდილობ მაქსიმალურად ისეთი გაშლება გავაკეთო საჯაროდ, რომ ბიჭებს ნახეს და გოგოებს, რომ საყვედურობენ მე ბიჭები. ვნახოთ გოგო, თქვენ უკვე რა ისწავლეთ? всё, ეს მინდოდა გროზნობებ და მაპატიე მანარაჩკა. ეს მე მინდა უკვე აი ამ დასტაზე გავაკეთოთ, ვილ არ მოვამზადე, რომ გროზნობებზე მინდოდა უფრო მანარას გამოყენება. ანუ ესე იგი რა უკვე ისწავლეთ გოგო? რა უკვე ისწავლა ბიჭმა ამ ურთიერთობაში, ხო? შემდეგი კიდე რა გაკვეთილები კიდე უნდა გაიაროთ? გოგო, ბიჭმა. თქვენი საერთო ამოცანაც ვნახოთ. ერთს ავიღებ. და ვნახოთ, სად მიდის ვაფშე ეს ყველაფერი ეს ურთიერთობა. აი ასე იყოს, всё. ნახოთ ახლა დანარჩენი. ანუ დავიწყოთ ახლა, так, წყალი ჩემი. ეს ინტერესო. გოგო არის ბიჭის ენერგიაში. ეს შემიძლია განახოთ, როგორ გრძნობს თქვენ ამ ურთიერთობაში. ნახეთ როგორ არის პრინციპში აქ სიყვარული კი გაქვთ ამ ბიჭის მიმართ, მაგრამ აი ეს ბიჭის ენერგიაში ხარ. ან თითქოს მოიცადე ერთი წუთი მინდა რომ დავაზუსტო ეს ჩემი ინფორმაცია, რომელიც მოდის. ჩემი ეგოისტი გოგოები. აქ როგორი თემა იცით? ანუ აქ არის მესაკუთრე მყავს. როგორ უგრძნობ და პრინციპში ნახეთ ახლა გეტყვით. იცით როგორ даже მე ახლა როგორ გრძნობ თქვენ ამ სიტუაციაში, ხო, ამ ურთიერთობაში, მაგრამ მე მაჩვენებენ რას, იცით? ანუ რას გრძნობთ ამ ურთიერთობაში, უფრო ამაზე მაჩვენებენ, იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? თითქოს თქვენ თუ ეგრე არ არის, თქვენი არ არის ეს გაშლა. თქვენ გრძნობთ იმას, რომ ეს ადამიანი, ეს ბიჭი არის თქვენი. ანუ ნახეთ, როცა აი აქ ეჭვიანობა არ არის, იცით? ეჭვიანობა არ არის, იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება ეს ბიჭი გაჩვენებს თქვენ ისეთ დამოკიდებულებას, რომ თქვენ არც გაქვთ უკვე, ან უკვე შეიძლება გაიარა დაუშვათ ეს პერიოდი, ნახეთ აქ ხო ჩვენ გადავდივართ სხვა პერიოდზე, ხო? და შეიძლება გაიარეთ ეს გაკვეთილები,
და უკვე როგორ ხართ, იცით, ეს ბიჭი კი არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენ როგორ გრძნობთ ახლა ამ ურთიერთობაში კი ძალიან კარგად ხვდებით, რომ ეს ბიჭი რაღაცებს თქვენ აქ ნამდვილად, ანუ თქვენი სარკე არის რა, ეს სარკე რას ნიშნავს, რომ ზუსტად ის მომენტია, როცა ჩვენი პარტნიორი გვაჩვენებს ჩვენს შინაგანს, გაიგეთ? ნუ ეს სხვა თემა, ამაზე ცალკე მე ვილაპარაკოთ. და აქ არის მომენტი, როცა უკვე კი კარგად ვგრძნობ თავს, როგორც ვთქვათ, მაგრამ აქ როგორი იმენა გრძნობას ეხება. პლუს სექსუალური ენერგია თუ ავიღოთ, მაგ მხრიდანაც კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ერთი მაგრამ არის აქ, რომ აღარა ხართ, ანუ ამის გარეშეც შეგიძლიათ იყოთ. აი ეს არის, გაიგეთ, მნიშვნელოვანი, რომ უკვე იმიტომ რომ აქ იმიტომ გეუბნები, რომ უკვე ან გადადიხართ, ან გადახვედეთ სხვა ეტაპზე. აი იმიტომ გავოსვე მე ხაზი, რომ შეიძლება აი ეს კარმული ურთიერთობები, მიწიერი კარმული, გადავიდეს, ანუ პარტნიორულ ურთიერთობას, სადაც ორივე პარტნიორი გრძნობაც არის, სიყვარული რა თქმა უნდა არის, მაგრამ ცხოვრობ, აი რას ნიშნავს პარტნიორები, თანაბრად ვართ რა. ანუ შენს გაქვს უფლება რო გქონდეს შენი სივრცე, შენი თავისუფლება, მეც მაქვს, ხო, ჩემი სივრცე, ჩემი თავისუფლება, თქვა, ჩემი საქმე, ჩემი მეგობრები, თქვა, ჩემი ჰობი და ასე შემდეგ და ჩვენ ერთმანეთს უკვე არ ვახჩობთ იმით, რომ თქვა, არა, აკიჯეკი შენ ჩემს გვერდზე მე თუ სახში ვარ, არა მე არ სადაც წავალ შენ თუ ეს, ნუ კაროჩე, ხო ხტებით? ანუ აქ უკვე აი ეს არის პარტნიორობა. გაიგეთ? ეს ძალიან დიდი სხვაობა აქ, როცა მიჭარჭულება არის, ეს ძალიან საშინელება ხდება რა. უკვე ზოგჯერ ახლა ცხოვრობს ადამიანის თქვა გოგოებს ახასიათებს მისი ცხოვრებით, არც იქით, არც აქეთ მიდის, არ უშვებს, აკონტროლებს, ნუ ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა. პარტნიორები, როგორც აი ბიზნესში, ხო? აქვს ორივეს თავისი, თქვა, საქმე, ამავე დროს ყველა ისეთ ცხოვრობს თავის ცხოვრობით, თავის, თქვა, აქვს მაგას მოვალეობები, ხო? აი ისე არის ურთიერთობაში, როცა უკვე არის პატივისცემა იმ მხრიდან, რომ მე ვიცი, რომ შენი სივრცე გაქვს, მე ჩემი სივრცე მაქვს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ გვაქვს კიდე ჩვენი სივრცე. მაგრამ აქ ადამიანები ერთმანეთს არ ზღუდავენ. აი ეს არის ზუსტად ეს სიტუაცია, როცა კი მე თან პლუს კიდე უკვე ნახეთ, ეჭვიანობა რა დროს არის. ან როცა შენ თავში არ ახარ დარწმუნებული, ან გინდა რომ ანუ როგორ იცით ესე გოგო რომ მეუბნება რომ ვერ წარმოვიდგენ რომ ეს ეხლა სადმე ან ვინმესთან იყოს სხვასთან. ახლა თუ დაუშვათ ადამიანი უკვე ღალატობს და თუ ადამიანი დაუშვათ ახლა ან გეუბნება რომ მე არ მიყვარხარ და მინდა სხვასთან სხვა სიტუაციაში წავიდე რაღაცა ან საერთოდ ნუ არის სხვადასხვა სიტუაციები, ეხლა რას ქვია, ხა შენი შვილი არ არის შენი საკუთრება, ხო? გაიზრდება, წავა თავის ცხოვრებაზე ცხოვრობს, ხო? და ეხლა ეს ვიღაცა მამაკაცის სიტყვაზე, ან გინდაც ქალი, ხო? რანაირით არის შენი საკუთრება, ხო? აი ზუსტად ეხლა აი აქ ადამიანები არიან როგორ იცით რომ უკვე არა აქვს, ანუ მე არა მაქვს იმისი, თქვა, აი ეჭვიანი აღარა ვარ, არ ვეჭვიანობ, უკვე ნდობის ფაქტორი იღვიძებს აი აქ. ნდობის ფაქტორი. იმის მეუხედავთ, რომ შეიძლება იცით როგორ არის, ანუ კი მე ვიცი რომ დაუშვათ ახლა ეს ჩემი პარტნიორი თქვა, ბევრს მოსწონს, ბევრს შეიძლება ფლირტაობს, შეიძლება, მაგრამ მე ვიცი რომ იმის იქით არ გააკეთებს ეს არაფერს, იმიტომ რომ ესეც აფასებს ამ ურთიერთობას უკვე ხო ხდებით რომ ეხლა პრინციპში ეხლა იცით რა არის, როდის უნდა ინერვიულოთ, იცით, როცა თქვენი პარტნიორს ვაფშე აღარავინ არ მოეწონება და არასოდეს არ გეტყვის, რომ ვაიმე რა ლამაზი ქალია, ან რა ლამაზი მკერდი აქვს, ან როგორი საინტერესო ის, მაშინ უკვე ავანტყოფია ეს, კაცებს ეს მომენტები აქვს, არ შეიძლება რომ თქვათ ახლა ან თვალი არ გააყოლოს, ეს იმას არ ნიშნავს, შენ თუ ამაზე რეაგირობ, ესე იგი დაბალი თვითშეფასება გაქვს ნამდვილად და შენ თავს პატივს არცემ არანაირად, ხო? და ეს და რაც შენ უფრო ამაზე გაბრაზდები, გაამახვილებ ყურადღებას და მოგეშლება ნერვები,
უფრო მეც გააკეთებს ეს პარტნიორი. ესე იგი, ამაშიც არის თქვენ შენი გაკვეთილი რა, რომ შენთვის შეფასება უნდა იცოდე. აქ სიტუაციაში უკვე მე ვგრძნობ იმას, რომ მაჩვენებენ, რომ კი, მე ვიცი, რომ ეს უკვე აი როგორც ჩემია, ხო? მაგრამ ჩემიც არ არის. ანუ თავის ხო მივხვდით, რასაც მე ვგულისხმობ, რომ არ არის ეს უკვე სხვა ეტაპია. всё, იმდენი ვილაპარაკე, რომ ხმერთა ეს არის ძნელი, როცა მარაგი არა კარგი, ხო? ისე რა ქვია, დიდი მარაგი რა, ენის ვერი უკვე ასე მიწევს ხოლმე კრუგებით სიარული, რომ კარგად აგიხსნათ, მაპატიეთ ამისთვის რა. ეს მხოლოდ ამ ბევრი ლაპარაკი ზოგჯერ გამომდის მხოლოდ ამიტომ, რომ სიტყვები არ მყოფნის ქართულად, რომ უცბად ერთი სიტყვით ახლა რუსულში უფრო ერთი სიტყვით ყველაფერს ვაგებინებ, მაგრამ ცოტა, ну არა უშავს, ხო? არა უშავს, თქვენ უკვე მიეჩვიეთ. ბიჭი. იცით როგორ გრძნობს ეს ბიჭი ურთიერთობაში ეხლა, მაგან მიიღო ეს ფაქტი, რომ სხვათაშორის ამასაც აქვს ეს მომენტი, იცის მაგან რომ თქვენ მისი ხართ. და აი აქ მე ასე გეტყვით თქვენ, რომ ეს ბიჭი უკვე არის როგორ იცით, პრინციპში даже ვეტყოდი მომენტ მოსწონს ის, რომ თქვენ რომ მართავთ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ აქ არის როგორ თქვენი იცის როგორ გრძნობს თავს და მაგას ну ეს სექსუალური თემა ვერ გაჩვენებთ რა, მან არა ისეთია რომ ასე ვერ გაჩვენებთ რა, არ შემიძლია რომ არ უყარს YouTube-ს ეგეთი სცენები. ხო და მან არა ისეთი დასტა არის რომ ძალიან ისეთი სექსუალური რა, ვნებიანი. ჩემებს ვეტყვი რომ ვინც სწავლობს სამიანი არის ცეცხლის ესეთი ზარკანი და მიხვდები თქვენ. ვინც სწავლობს ჩემთან მან არის. ხო და აი როგორ გრძნობს თავს და გრძნობს როგორ გრძნობს ზეწოლას სხვათა შორის თან ძალიან მაგარ ზეწოლას გრძნობს, მაგრამ რო გითხრათ რომ მაგი ამას ეწინააღმდეგება, არა. მაგას ვერ ვეტყოდი რომ დაუშვოთ ახლა ის მოგწონს მე ეგეთი კი 100%-იანი მოსწონს მაგას. აქ ახლა პირველ რიგში და რაც პირველი მომდის და აი თუ გაქვთ თქვენ უკვე სექსუალური ურთიერთობა, აი ეს ხო ვაფშე მოსწონს და არ უნდა სხვა არავინ რა. ეს 1000%-იანი შემიძლია გითხრათ რა. და აქ არის გრძნობა, აქ ადამიანს იცით რა არის, უყვარს ეს ურთიერთობა, უყვარს და გაშვება ამისი არ უნდა. აი აქ უკვე მაჩვენებენ ესეთი არკანები გამოვიდა, რომ ნამდვილად კარგად გრძნობს იმის მიუხედავად, რომ არის აი ნუ ისეთი თქვენ გოგო ახდეთ, ნუ ზეწოლას კი აკეთებს ახდენს, როგორ არის სწორად. Дальше წავედით ჩვენ ჩემო ლამაზებო. ნახოთ, ანუ რა უკვე ისწავლეთ თქვენ გოგო ამ ურთიერთობაში. რა უკვე ისწავლეთ თქვენ და სხვათა შორის ისწავლეთ, მართლა რა ისწავლეთ და ისწავლეთ რა. პაჟი არის აქა, გვერდხების. აქ არის ზუსტად ეს ჩვენი სისტემა. ეს რატომ მიყვარს ეს დასტა, იმიტომ რომ ტაროს აქ ორი სისტემა, სადაც გვერდხები აჩვენებს ცეცხლს და სადაც აჩვენებენ გვერდხები აჩვენებენ იმას, რა ქვია, ჰაერს. ნუ ამ სისტემაში აქ უფრო ის არის, რა ქვია, ზუსტად ჩვენ რა სისტემითაც ვსწავლობთ, რომ სადაც ხმალები არის ცეცხლი. ხო და აი აქ ახლა რა ისწავლეთ, მაგრამ კონკრეტულად გითხარით, რომ გაიარა ბევრი გაკვეთილი, მაგრამ კონკრეტულად რომ გადიხართ კიდე, გაიგეთ? ანუ აქ შეიძლება აისწავლო კონკრეტულად კიდე. იცით რა გეტყვით, მე всё მივხვდი, მე აქ რა ხდება. სხვათა შორის პირველ რიგში თქვენ აქ თქვენი ცხოვრება მართლა შეიცვალა. ანუ ეს ურთიერთობა რო შემოვიდა, აქ ბევრი ცვლილება დაიწყო თქვენ ცხოვრებაში რა. ანუ თითქოს შეიძლება როგორი მომენტი, იცით, ეს ბიჭი აი იცით როგორი მაგ ენერგია მოდის. ანუ თითქოს შეუმჩნევლად თვითონ რო არ იცოდა, ისე გეხმარებოდა თქვენს წინსვლაში.
კი, თქვენს წინსვლაში, კი. აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამ ბიჭის მეშვეობით ზოგი ყურუმი მე არ შემიძლია ეს არ აღნიშნო. ზოგი წავიდა ეზოტერიკაში, ზოგი ფსიქოლოგიაში, ზოგი წავიდა, ანუ გახდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარება. ანუ უფრო წავიდა ან განვითარებაში სულ მცირე. და ეს ყველაფერი მოხდა იმით, რომ ეს ბიჭი ნახეთ, აი ეს ძალიან მომწონს, ნახეთ ეს არკანი აქ როგორი თემა არის, შეხედეთ. გოგო ზის და 200 თუ რამდენი 300 აქ გადმოყირავებული და უკვე გადაქცეული, ეს არის ემოცია. უკან დგას ბიჭი 200 კიდე აქ. ეს არის კრიზისული საერთო არკანი, მეხუთე არკანი ყოველთვის არის კრიზისი, მით უმეტეს როცა არის თასების და აი აქ ნახეთ თქვენ даже გეტყვით რომ აქ რო განახოთ რა ისწავლეთ ისწავლეთ ბევრი რაღაცები გამოიარეთ თქვენ ხო ანუ ამ ბიჭმა როგორც თავისი უსაქცეულობით ჭყალებში თქვენ როგორც ფიქრობთ თავისი გულის ტკენით ბევრი ტკივილებით ხო მაგან თქვენ გასწავლიდათ ანუ даже სიყვარულსაც გასწავლიდათ ანუ ხო ხდებით რომ თითქოს გადაგიყვანათ რაღაცა სხვა ეტაპზე. ანუ ამ ბიჭთან დამოკიდებულება ეს ნახეთ დგას უკან, ანუ მაგისი მეშვეობით თქვენ ბევრი რაღაცა ისწავლეთ იმენ ურთიერთობის თემაში. და ამიტომ გეუბნებით, რომ ზოგი შეიძლება მართლა და წინსვლა გაქვთ, თუნდაც თქვენ ან დაიწყოთ, თუნდაც ფსიქოლოგიის, თქვათ, უფრო სხვა, მოდით ასე თქვა, აი დავიწყოთ ცოტა დაბლიდან. შეიძლება ამ ურთიერთობამ თქვენ დაგაინტერესა ისეთი თქვათ ლიტერატურა და ინფორმაცია, სადაც უკვე დაიწყეთ წაკითხვა. ანუ ურთიერთობას კაცის და ქალის. ზოგისთვის ეს იყო რომ წავიდა უფრო თქვათ ეს ფსიქოლოგია უკვე მთლად არ უშველა, წავიდა ეზოტერიკაში. ზოგი წავიდა უფრო კიდე იმ პროფესიაში, რომელიც ეხმარება სხვებს რა. ზოგი წავიდა თქვათ ან ტაროს სწავლა დაიწყო, ან რაღაცა კიდე ეზოტერიკული რამე ცოდნა აიღო, ყოველ შემთხვევაში ეს ბიჭი თითქოს ანუ კი თქვენ გულში ტკენებიც ჰქონდა, წყენაც ჰქონდათ, რაღაცა მომენტები იყო, მაგრამ თქვენ ამით სწავლობდით მართლა ძალიან ბევრზე, ახალ ეტაპზე თითქოს გადაგიყვანათ თქვენ ამ ურთიერთობამ. იმიტომ რომ ადამიანი არის ასე აწყობილი, ჩვენ სწავლობთ მხოლოდ ანუ უმრავლესობა და უფრო, მოდით ასე ვთქვათ, რომ ჭირის ტკივილით რა. ტკივილის მეშვეობით, რომ რაღაცა უნდა გვეტკინოს და აი როგორც ვამბობთ ხოლმე რა, ექიმთან მივდევრთ მაშინ, როცა რაღაცა უკვე საშენელი ტკივილები, როცა არის, აი ისე არის აწყობილი ეს ადამიანები. პრინციპში ჩვენ ეს ვკითხეთ, უკვე რა უკვე ისწავლეთ. ეს გვაჩვენეს ბიჭი. ბიჭი, თქვენ ამაში დაანთეთ უკვე ცეცხლი. იცით როგორ არის? შეიძლება ეს ბიჭი იყო აქ ესეთი პასიური, შეიძლება იყო ეს ბიჭი როგორ იცით, აი, ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით, თქვა, ქონდა ფული, არ ქონდა, იყო სამსახური, იყო, კაი, არ იყო. ანუ თითქოს როგორ იცით, ანუ ძალიან რო გითხრათ, რომ თავს იწუხებდა ეგ არ ამისთვის, აქ ეს არ ჩანს და თქვენ ამაში ცეცხლი დაანთეთ, რო იტყვიან, გაიგეთ რა ხდება? ანუ თითქოს ბიძგი ხარ თქვენ მისი, აბა რა ისწავლე მაშინ კონკრეტულად აქ რა ხდება? რაც გითხარით, კი ბატონო. კი. ანუ ეს თქვენმა სიყვარულმა, იცით, ბიძგი მისცა იმაში, რომ შეიძლება даже ეს ადამიანი თქვათ ვერც ხედავდა. კიდე იცით რა არის? სხვათა შორის თქვენ მაშინ რაღაცა სიყვარულის გრძნობა გააღვიძეთ, იცით რა? იმიტომ რომ შეიძლება ეს ბიჭი როგორი იყო, იცით? აი გააღვიძეთ, გამოაცოცხლეთ რაღაცა სიყვარული, ხო? ხო, თხოვდა ეს, ხო. ნახეთ, და რა? თქვენ ძალიან მაღვიძარა ხართ ამის, ისე შემიძლია გითხრათ რა.
იმიტომ რომ აქ იყო როგორი სიტუაცია, იცით? ეს ადამიანი, სხვათა შორის თვითონაც ეს ბიჭი არ არის უბრალოდ ბიჭი, ესეთი ეზოტერიკულია. შეიძლება ახლა მომენტ არ არის ახლა თქვათ მაგი და რაღაცა, მაგრამ არ ეზოტერიკული თემები აინტერესებს, მოდით ასე ვთქვათ, ახლა შეიძლება ღრმად, ზოგი ღრმად და ზოგი ზოგადად, მაგრამ მისტიური რაღაცები კი ან სჯერათ უნდაც რაღაცების, იმიტომ რომ ეს ბიჭი ნახეთ, ახლა იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ იმას, რომ თხოვდა ეს, რომ აი სიყვარულს თხოვდა, გაიგეთ, თხოვდა, მინდა რომ, იმიტომ რომ არ იცოდა მაგან, აი ნამდვილი თქვათ სიყვარული არ შემოსულა მის ცხოვრებაში, გაიგეთ? და აქ კიდე მაჩვენებენ იმას, რომ რაღაცა პროგრამები არის ამაში რა. ესეო, ღრმად წავედი, всё, ეს არ არის პირადი გაშლა და მანებით თავი მოიცადეთ. ყოველ შემთხვევაში, მოდით ასე ვთქვათ, თქვენ იყავით ის ბიძგი, რომელიც მაგას პირველ რიგში აჩვენა სიყვარული ნამდვილი, ანუ ელოდებოდა ამ სიყვარულს, შეიძლება აქ იყოს სხვაობა დიდი ასაკში ამისიც კი, მაგრამ ეს იყო როგორც საგვარეულო მისცა ეს შანსი ამ ბიჭს. აქამდე ეს ადამიანი ვერ ხედავდა ვერავის, ანუ ვერ ხედავდა ის სხვებში ისეთ გრძნობას, რაც დაინახა თქვენში. ვერ ხედავდა, იმიტომ რომ კი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ აი რაღაცას ვერ ხედავდა იმ სიყვარულს, რა სიყვარული უნდა. ელოდებოდა, სთხოვდა, ელოდებოდა, ვერ ხედავდა საგვარეულომ გამოუგზავნა თქვენი თავი როგორც შანსი. მოდ, გადაგითარგმნეთ. всё, წავედით რაიმე მარტო მე მგონი გადავალ სადღაც უკვე. და კიდე ნახეთ ახლა კიდე რა გაკვეთილები კიდე დაგრჩა თქვენ მასთან და მას თქვენთან და მე კიდე всё, რა გაკვეთილები დაგრჩა თქვენ. პრინციპში თქვენ ბედნიერად გიხართ. აი ეხლა უკვე უნდა შეიყვაროთ ნამდვილად ბოლომდე თქვენი თავი, უნდა ისია მოუნოთ ყველაფერი და ანუ ნახეთ როგორი საინტერესო პრინციპში, აქაც მზე. აქ არის როგორ რა გაკვეთილები და მე ვაფშე ვერ გავიგე, მგონი აქ მორჩე გაკვეთილები თუ რა, თუ ბედნიერება უნდა გაიაროს უკვე всё. მარტო ბედნიერება უნდა გაიარო, მაგასთან თუ რა ხდება? კი. უნდა ისია მოუნოთ. გოგოებო, აქ ვიღაცა მართლა ძალიან მაგარი სერიოზული ეტაპი გამოიარა. აი მართლა ძალიან სერიოზული ეტაპი, როცა უკვე ყველანაირად აი მიჯაჭვულება წავიდა, როცა თქვენ უკვე ამ ბიჭმა ასე რომ თქვა გზაზე დაგაყენათ რა, რაღაცა გახსნა თქვენში. და უკვე ამ გზით უნდა იაროთ და უნდა ისია მოუნოთ. აქ даже ნახეთ, აქ გვაძლევენ даже ორ ვარიანტს. შენ როგორც გინდა მარტო დატკბი თუ არ გინდა თქვა და ეს ურთიერთობა გინდა მასთან ერთად. მაგრამ ის რომ შენ ახლა უკვე წინსვლა გექნება, აღიარება იქნება შენი, ანუ ამ ბიჭმა რაღაცა ისეთი გახსნა თქვენში, რაც ძალიან დიდი ხანი იყო დახურული. ანუ რაღაცა ძალიან სერიოზული როლი აქვს ამ ბიჭს თქვენ ცხოვრებაში. გოგო, არ ვიცი, შეიძლება თქვენ ახლა იქნებით, ანუ უფრო თქვენი ვარსკვლავი გაიხსნა, როგორც ვამბობ, ხო? უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებეთ, უფრო მეტი წარმატება შემოვა თქვენ ცხოვრებაში. უფრო ამ თქვენი გამოცდილებით, უფრო ცნობილი შეიძლება даже ზოგი გახდეს, გაიგეთ? ანუ ისეთი ენერგია, რომ ანუ თითქოს ამან მოგცათ ის ენერგია, რომ უკვე რაღა გაკვეთილი, უკვე უნდა ანათო, უნდა გასცე, უკვე უნდა სხვებსაც დაეხმარო, გაიგეთ? ანუ ესე იგი მზის არკანი არის, როცა მე უკვე თვითონ ვიცი რა არის ეს ბედნიერება და შემიძლია სხვასაც გაუზიარო. გაიგეთ? აი აქ ცოტა ძალიან ისეთი გაშლა მომწერეთ, გეხვეწებით მერე კომენტარებში, რომ გავიგო რამდენი ასეთი მზის გოგოები მყავს, მე რამდენი არის ასეთი გახსნილი, რომ აი ძალიან მაინტერესებს რა. ძალიან მაინტერესებს. так, ბიჭის რა კიდე დარჩა. აი ბიჭს კიდე დარჩა. აქ პრინციპში ნახეთ როგორი მომენტი არის. გოგოება, აქ ნახეთ როგორი თემა, აქ მე არ გამიკვირდება, რომ ვიღაცის ურთიერთობაში იქნება როგორი ეტაპი, იცით?
თქვენ შეიძლება აქ ვიღაცები მიიღებენ გადაწყვეტილებას რა გაგვედი ერთი წამი ოხ ნუ ის რომ კორწინება შეიძლება იყოს ვიღაცასთან მოიცადეთ და მაცადეთ ერთი წამი ანუ აქ როგორი თემა არის იცით ეხლა აი თითქოს იცით როგორი უცბად მომივიდა რაც თქვენ გააკეთეთ ეხლა დადგა მისი ჯერი თქვენთვის გააკეთოს გაიგეთ მოდით ვნახოთ აქ ადამიანი კონტრაქტს აგრძელებს, გესმით? თქვენ შეიძლება უფრო აღარ გინდათ უკვე, გაიგეთ? აქ არის სიტუაცია, როგორ იცით? შეიძლება თქვენ უკვე რაც მისაღები იყო, მიიღეთ და უკვე ფიქრობთ, ბაში მინდა, კარგად ვარ მშვენივრად, მაგრამ ეს ბიჭი გთავაზობს, რომ კიდე გავაგრძელოთ რა, ჩვენი კონტრაქტი რა, სულის დონეზე ეს მომდეს რა. გეუბნებით რა. ეს ბიჭი არჩევანს აკეთებს თქვენსკენ, ყველა ვარიანტში. გაკვეთილებს ვეკითხები და უნდა ისწავლოს, მაგრამ ჩერის თქვენ უნდა თქვენს ანუ ნახეთ როგორი მომენტი არის. შეიძლება აქ ეს ადამიანი არის როგორ იცით развилка. ანუ როცა გზა ეყოფა, ანუ არჩევანი. ანუ შენ რას აირჩევ? ძველ ცხოვრებას თუ განვითარებას? და ეს მე მგონი ირჩევს, იცით როგორ განვითარებას, იმიტომ რომ თქვენთან რჩება. გაკვეთილი. ფულის კეთების ის აქვს, გაკვეთილი მაგას, ფულის შოვნის გაკვეთილი აქვს, რომელიც კი უნდა ისწავლოს. უნდა გაიხსნას მაგაში ის რაც არის დახურული. აი ეს ფული. ხო დავიწყეთ ჩვენ ფულით. კი. და ამ თემაზე უნდა იმუშაოს. კი. კი, უნდა ისწავლოს, მაგრამ როგორ უნდა იშოვოს ფული, კი, იმიტომ რომ ეს ყველაზე ძალიან ესაწუხებს ამას ახლა. ყველაზე ძალიან ყველაზე დიდი გაკვეთილი არის და რომ რაღაცა უნდა გააკეთოს, რო უკვე იცი როგორ არის აქ, ნუ უკვე პატარა აქ არ არის 15-18 წლის ბიჭი და არც 20-ის. აქ უკვე ადამიანი, რომელიც ნუ დროა მოვიდა უკვე რა თქმა უნდა, სხვადასხვა განიცდის. რამ ბიჭი შეიძლება ვიღაცისთვის, ყოველთვის არა რა თქმა უნდა, ვიღაცის ექნება ინფორმაცია, ბავშვი განათლებაც არ კონდეს რა. მაგრამ მაგაზე ძალიან მაგრად განიცდის და სხვათა შორის ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა ვისწავლო ისეთ, რამაც მომიტანს მე ფულს. მე ისწავლე? კი, სხვათა შორის. აუცილებლად. აქ აიძულებენ მაღალი ძალები ისე, რომ აი რა, როგორც რამდენიც არ უნდა კონდეს წინააღმდეგობა, ისე დღეში ჩააგდებენ ამას, რომ ნამდვილად მოუნწევს მაგას ეს ცვლილება. კი. ნამდვილად რაღაცა მოხდება ისეთი, სხვათა შორის არის როგორი სიტუაცია, იცი? კი, შეიძლება აქ მაღალი ძალები ჩაერთობიან, მაგრამ შეიძლება გეუბნებით ცოტა რთულ სიტუაციაში ჩააგდებენ ამ ბიჭს. კრიზისულ სიტუაციაში, სადაც აიძულებენ, რომ იმოქმედოს და ეს პერიოდი უფულობის უნდა დასრულდეს. უნდა ისწავლოს ამან რაღაცა, იმიტომ რომ იცით როგორ არის, ანუ აქ შეიცვლება რაღაცა მასში და მიხვდება მაგე რაღაც, ნუ აქ არ არის გოგოება 2-3 დღის ამბავი, მაგრამ გზა ისჭირდება თუ მოთმინება გაგდა გინდათ. კი, იმიტომ რომ მაინც შეიძლება თქვენით ეს ადამიანი სწავლობს ამ ყველაფერს და
კი, აგოგობა ვიღაცა მიდის ოჯახში, ну ოჯახში რა ოჯახს ქმნის, ან ერთად იცხოვრებდა რა ზოგს ახლა ის აქტუალურია შვილები და ყველაფერი, იცით როგორი კიდე მომენტი არის? თუ დაუშვათ თქვენი ურთიერთობა არის ისეთი აი მიუღებელი, აქ შეიძლება ეს ბიჭი, ნახეთ, ამისთვის იმდენად მოიცადე ერთი წუთით ერთი კიდე ბოდიშით ახლა დავამოწმო. всё, ნახეთ, ესე იგი კი, თქვენ ხართ, აქ ამოწმდე თქვენ ხართ თუ სხვა ვიღაცა არის აქა. კი, თქვენთან. იქნება ეს მომენტი, დასრულდება ეს რაღაცა უფულობის მომენტი დასრულდება. და მიდიხართ მართლა აქ იცვლება ეს სიტუაცია. აი აქ ზუსტად მე ტყუილა არ დამიწყია აქ, იმიტომ რომ შეიძლება გადავიდეს ურთიერთობა იმაში, რა ქვია, მონათესავესულების თემაში. გოგობა აქ ვიღაცას მართლა კორწილი ექნება. და სხვათა შორის იმის მიუხედავად, ნახეთ, აქ ადამიანი რა შვება, იცით, აი ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიდის თავისი წესები, აი ხო არის რაღაცა წესების წინააღმდეგ, თავისი კომფორტის გულისთვის. ანუ იმის გულისთვის კი, რაც ანუ ეს როგორი მომენტი არის, იცით, აი დაუშვათ, ну ეს აწუხებს მაგას, რა თქმა უნდა, ეგ სიტუაცია, მაგრამ ну აი არის ხო ურთიერთობები, ზოგი თქვა ასაკში სხვაობა, რელიგიაში სხვაობა, ქვეყანაში, რაღაცაში, რა ვიცი მე სხვაობები და მაგრამ ადამიანი იმის გამო, რომ კარგად ვგრძნობ თავს, მე ამ ქალთან დაუშვა მამაკაცს ხო, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მე მაგასთან ვიქნები, იმიტომ რომ ბედნიერად ვგრძნობ თავს და მინდა მისთვის ყველაფერი. იმიტომ რომ არის როგორი მომენტი, იცით, ახლა გოგოები ხშირად უფრო მიდიან ასეთ ნაბიჯებზე რა და უფრო მეტი გამბედაობა აქვს გოგოებს და ბიჭები ძალიან დროს ჭირდება, ძალიან დიდი დროს ჭირდებათ და ზოგი აკეთებს ამ ნაბიჯებს და ზოგი არა, მაგრამ აი აქ თითქოს აკეთებს, გაიგეთ? კი, გადაწყვეტილებას მიიღებს. вообще დაიკიდებს ყველა საზრებს. ბოდიში. და საერთოდ თქვენი ამოცანა ის რომ თქვენ ну აქ ისიც რა საერთო ამოცანა, მაგრამ არის სტაბილურობა და პლუს კიდე მე გეუბნებით რომ აქ გოგოს აქ ძალიან დიდი ანუ როგორ არის თქვენ თითქოს ამ ადამიანისგან ქმნით იმ იმპერატორს, სწორედ ძალიან ხშირად მოდის ჩვენთან ეგ სიტუაცია და გოგო როგორ არის, იცით, ანუ ნახეთ თითქოს ეს დადგა როგორც იმპერატორი და ეს გოგო დგას და ზურგიდან ნუ უყურებს რა საიდანღაც რომ ანუ აბარახდება, ანუ პირდაპირ კი არა წובה, ეხლა რომ მოდი აი ესქენი არ კარნახობს, გაიგეთ? აი თითქოს რაღაცნაირად ძალიან ისეთი ჭკვიანურად მოდით ასე ვთქვათ, რაღაცას ალბათ ან ეტყვის, ან თავისი ქცევით, ან რაღაცე და აბა როგორი რეაქცია, აბა როგორ და ელოდება, ანუ იმპერატორი უნდა გახავდეთ, ხო ეს კაცი? და იმპერატორიცა სად მიდიან მეთქე ეს ურთიერთობა და აჰა, თქვენი ამოცანა ეს არის. იყოთ ერთად. აი ეს წყვილი ეს აქ უნდა იყოთ ერთად. ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ რომ აქ რა არის, აქ ბიჭი, ნახეთ აქ როგორი თემაა. აი ეს მადლობა უფალო რომ ეხმარები და მაღალი ძალები და ყველანაირი ძალები რა არის, აი თავიდან რომ დავიწყე, რომ აქ არის შანსი არსებობს იმისი, რომ შეიცვალოს სიტუაცია და ზუსტად აი ეს მაგალითი გვაჩვენეს, როგორ შეიძლება როცა ორივესთვის არის ურთიერთობა მნიშვნელოვანი, ძვირფასი, რა თქმა უნდა, მე ვინც რა არ უნდა თქვას, მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც სულები გადიან იმ გზას, რაც გზაც აქ არჩეული კონტრაქტით, ასე ვთქვათ. ნუ ახლა ეს შეიძლება ისე ჟღერს, მაგრამ ნუ მე ვიცი და მჯერა, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვერ ხსნი ბევრ ამის, იმიტომ რომ მაგარი ფსიქოლოგიდანაც
ну, короче, ფსიქოლოგია და რაღაცა ყველაფერი ეს კი ვიცი, მაგრამ ანუ არსებობს ეგეთი თემები, რომელიც მართლა ფსიქოლოგიით ვერ ახსნი რა. და ზუსტად აი ეს მომენტი არის, როცა იმიტომ რომ ბევრი რამე არის აუხსნელი რა. ну მართლა რა, ეხლა როგორც არ უნდა ატრიალო და ეზოტერიკა და აი ეს სულების თემა მე მაგალითად ძალიან მეხმარება იმ ახსნაში და გაგებაში და სხვათა შორის მართლა ეხლა როცა მაგზაზე მიდიხარ, აი თუნდაც მატრიცას რო ვამბობ ხოლმე, ხო? ну მართლა იცვლება სიტუაცია რა, როცა ხედავ შენ პროგრამებს და აკეთებ და ცვლი და მიდიხარ ამ გზაზე, იცვლება შენი ცხოვრება აშკარად და კარგად ხდება და რატო არ უნდა დაიჯერო, ხო? და აი მე მჯერა ამ კონტრაქტების ძალიან, იმიტომ რომ არის ეს მომენტი, რომ ჩვენ როცა გვინდა, ну როცა საჭირო, ნახეთ, მოდით როცა საჭირო, იმიტომ რომ ეს არის ნახეთ, დედოფალი რა არის? იმპერატორ, იმპერატრიცა, ხო? ეს უკვე ისეთი სულები, რომელსაც შეიძლება უკვე გქონდათ ადრე, თქვათ, შეხვედრები ყველა ვარიანტში და შეიძლება აი ამ ცხოვრებაში უკვე თქვათ, მოლაპარაკება ისეთი არის, რომ კი, კიდე უნდა გავიაროთ ჩვენ ცოტა რთული და რაღაც პერიოდი კიდე ну სანამ მივიდეთ რაღაცები და ვამუშაოთ, მაგრამ მერე უკვე ვიყოთ კარგად რა. მაგრამ აქ გოგო მე მგონი ან ну უფრო ძლიერია, უფრო წარმატებული, ან სხვაობა ასაკში არის დაუშვათ ეგეთი რაღაცა და იმიტომ რომ გოგოს ნახეთ ამ ბიჭმა რაღაცა ბიძგით მისცა საშუალება, რომ ეს გოგო ეგრევე წინსვლა დაიწყო ამ გოგოსი, ხო? ცვლილებები, ну თითქოს. აი ახლა ამ გოგომ უნდა ნელ-ნელა იმოქმედოს ამ ბიჭზე, რომ ეს ბიჭიც დადგეს ფეხზე. და მერე უკვე როცა იქნებიან აი ეს თანაბარი პარტნიორები, უკვე გააგრძელებენ ერთად გზას. უკვე სხვანაირი დონე იქნება ურთიერთობის. всё, დავასრულე. მიყვარხარ ძალიან, გელოდებით კომენტარებში მომწერეთ ინსიცანი თქვენი თავი, ძალიან მაინტერესებს და ну, მომავალ შეხვედრამდე მე როგორც ყოველთვის გისურვებთ რას? ბედნიერებას, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.